ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ევროპის ბანკისა და საპარტნიორო ფონდის სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დელეგაციის წევრებს ფონდის მისია და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები დააცნო. დელეგაციას ევროპის ბანკის პრეზიდენტი სუმან ჩატრაბარდი ხელმძღვანელობს. საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სექტორში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერაა. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის საფინანსო პორტფელში არის, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ევრობანკისათვის. ეს არის პროექტები ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ასე შემდეგ. ასევე მათთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მომავალი გეგმების სუვერენულ ფონდად საპარტნიორო ფონდის გარდაქმნასთან დაკავშირებით. მათაც აქვთ გარკვეული მოსაზრებები ამ პროცესს და შევთანხმდით იმაზე, რომ ასევე ევრობანკიც მჭიდროდ იქნება ჩართული იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდთან გარდაქმნას.